ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ აღიქვამენ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანები მათ გარშემო არსებულ სამყაროს. მე კი პარალელურად შევეცდები აგიხსნათ, რა მახასიათებლები აქვს მსგავსი სპექტრის დარღვევას. პირველ რიგში, როგორც ვიდეოდან ჩანს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანებში არის იმპულსის აღქმა შეცვლილი. მაგალითად, ისინი ფოკუსირდებიან და უფრო ინტენსიურად აღიქვამენ მცირე დეტალებს და უჭირთ მთლიანი სურათის აღქმა, რაც მაგალითად ამ სპექტრის არ მქონე ადამიანებისთვის ჩვეულებრივია. ამას მივყავართ იქამდე, რომ კომპლექსური სიტუაციები, ისეთი გარემო მაგალითად როგორც ვიდეოზეა, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის ხშირად ზედმეტად სტრესულია. კომუნიკაციის დროს მათ უჭირთ ისეთი ინტუიტიური დეტალების აღქმა, რაც ამ სპექტრის არ მქონე ადამიანებისთვის ჩვეულებრივია, მაგალითად ჟესტიკულაციის, მიმიკის ან ტონის ცვლილება. აქედან გამომდინარე, მათი კომუნიკაცია და ინტერაქცია სხვა ადამიანებთან გარკვეულწილად შეზღუდულია და სწორედ ეს იწვევს იმას, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად ვერ უგებენ და მათ უწევთ სოციალურ იზოლაციაში ყოფნა. აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვა ხაზი, ეს ერთი რთული და კომპლექსური თემები, რომელთა გამომწვევიც არა მხოლოდ ერთი ფაქტორი, შეიძლება ბევრი ფაქტორი ერთდროულად იყოს, ამ ფაქტორების კომბინაცია. ხშირად ხდება ხოლმე სპეკულაციის და манипуляციის საგანი, ამიტომ გირჩევთ, რომ მხოლოდ ენდოთ სამედიცინო გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც დამყარებულია სამეცნიერო სამედიცინო კვლევებზე, რომელთა შედეგის გააზრებაც ობიექტურად შესაძლებელია ყოველგვარი მიკერძოებისა და სუბიექტურობის გარეშე.